100%-ით ქართული პროდუქტი მზიანი დღე და თბილისი. დედაქალაქმა თბილისობას მარნეული სასურსათო ქარხნის წნილისა და მურაბის ფესტივალს უმასპინძლა. თბილისობის ფარგლებში რიყეზე მოწყობილ ყველაზე ტკბილ და მჟავე სივრცეებში დამთვალიერებლებს ქართულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქტების დაგემოვნებისა და სპეციალურ ფასად ყიდვის შესაძლებლობა მიეცა. მე ხა გავშიჯა მარნეულის პროდუქციის, ანუ კიტყის წილე ძალიან გემრიელი და ვაფრებ შევიძინო. ტომატი ვიყიდე, საჭმელი უნდა გავაკეთო რა, მომწონს ძალიან გემრიელია მარნეულის ტომატი. პამიდორს ყიდულობ, აი ეს პავილოვან კომბოსტოსაც და ლეჩოსაც. გავსინჯე და მომეწონა. ფესტივალის ფარგლებში უყურადღებოდ არც პატარები დარჩენილან. მარნეულის სასურსათო ქარხანამ ტრადიციულად მათზეც იზრუნა. დიჯეისთან ვერთობოდი და ვცეკვავდი ცეკვას. ძალიან კარგი იყო და ძალიან გავერთე. თავაზობდით ერთ მაგარ გემრიელ მუსიკას, რომელსაც თავაზობდა ბენდი მოძახილი, იყო ქუჩის თეატრი, რომელიც თავისი ნიჭიერებით, თავისი არტისტიზმით გამოდიოდნენ და აჩვენებდნენ ჟონგლიორები იყვნენ ჩვენთვის ბავშვებისთვის საყვარელი გმირები. წნილისა და მურაბის ფესტივალი პირველად გასულ წელს მოეწყო. წელს ღონისძიებამ სტარტი ბახმაროში აიღო. საქართველოს 12 ქალაქი მოიცვა და დედაქალაქში თბილისობის დღესასწაულზე დასრულდა. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც გაიმართება.